ადამიანის უფლებებით ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში. ამის შესახებ ფონდმა ღია საზოგადოება საქართველოს პრეზენტაცია გამართა. ფონდი პარლამენტს დახურულ სისტემაში მომხდარი დანაშაულის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მოდელს თავაზობს. აღნიშნული მოდელის მიხედვით კომისრებს უნდა კონდეთ ცნობა ინფორმაციაზე სასჯელო აღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუ ისინი აღმოაჩენენ კონკრეტულ დარღვევას, მან უნდა კონდეთ ცისხლის სამართლებრივი უფლებამოსილება. მექანიზმი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის ოფისის, ევროპის საბჭოს და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამა. მექანიზმის იდეა არის ის, რომ ეხლა სამუდამოდ დამთავრდეს წამება და არადევნილ მოპყრობა საქართველოში. აღმოიფხვრას ეს პრაქტიკა და აღმოიფხვრას ასევე ის დაუნსიელობის სინდრომი, რაც არსებობდა წლების განმავლობაში და შეიძლება ეხლაც მოპყრება. კანონპროექტი რადგან მომზადდა დამოუკიდებელ ჯგუფებში და მასში ჩვენ არ ვიყავით ჩართული, საჭირო იქნება ამ იდეაზე მუშაობა უწყებათა შორისი რეფორმის ჯგუფებში, ყველა ჯგუფში, სისხლის სამართლის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ასევე საკონსტიტუციო რეფორმის ჯგუფში და ალბათ იქ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ ვხედავთ პრობლემას, ეს პრობლემა ფაქტია რომ არსებობს და ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება მოგვარება, რათა ამაღლდეს ნდობა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.